შვიდი გაკვეთილი დავუთმეთ ჩვენ პიროსმანზე საუბარს თავიდან პირველ გაკვეთილზე ჩვენ პიროვნების ანალიტიკა გავაკეთეთ ზოგადად შემდეგ 6 გაკვეთილი უკვე მე რაც ვიცოდი ყოველ შემთხვევაში შეიძლება 1-2 წიგნი გამომრჩა მაგრამ გარკვეული ინფორმაცია დამიგროვდა ცხოვრების განმავლობაში და მე რაც ვიცოდი ყოველ შემთხვევაში მოგახსენეთ ბიოგრაფიული ამბებიც მის შესახებ და თანდათან ამ ესე ვთქვათ კვალდაკვალ ამ ბიოგრაფიული ამბებისა ჩვენ მე ვცდილობდი რომ ანალიტიკური მოთელვაც გაგვეკეთებინათ და ანალიტიკური გაშლებიც მოვახერხეთ და მოდი თავი მოუყაროთ დღეს რაზე ვისაუბრეთ ზოგადად ჩვენ წამოვიწყეთ ეს საუბარი რა თქმა უნდა ქართული ფერწერის ისტორიის ჭრილში რა თქმა უნდა სანამ პიროსმანამდე მოვიდოდით ჩვენ გარკვეული გზა გავიარეთ ქართული ფერწერის ისტორიის კვალდაკვალ ვისაუბრეთ როგორც ენკაუსტიკურ ფერწერაზე ვისაუბრეთ ტემპერულ ფერწერაზე და აი სეთის ფერწერაზეც ანუ აკადემიურ სქოლასტიკაზეც დავიწყეთ საუბარი რა თქმა უნდა გიგო გაბაშვილი როდესაც ვახსენეთ და თანდათან მოვედით ცისფერყანწელებზე გავშალეთ თემა 4 გაკვეთილი ვისაუბრეთ ცისფერყანწელებზე რათა ერთგვარი ატმოსფერო დაგვეხატა იმჟამინდელი საქართველოში რამაც განაპირობა შემდეგ უკვე წარსულზე დაყრდნობით თანამედროვე ქართული ესე ვთქვათ მენტალობის აღორძინება დაბადების საქმეში გაწეული ღვაწლი რო გაგვიაზრებინათ ცისფერყანწელების და პლუს ამავდროულად უკვე პიროსმანზეც გადავედით რომლის აღმოჩენა გადარჩენაში ცისფერყანწელებს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და დღეს უკვე ერთგვარად შევაჯამოთ ნათქვამი და დავარღვიოთ და გავფანტოთ ის ზედაპირული წარმოდგენები პიროსმანის თაობაზე ეს ხმადაღებული ყურით მოთრეული მედროვეების მიერ ყურით მოთრეული ეს თვითნასწავლობა անդა თუნდაც არასიღრმისეული როდესაც პიროსმანზე ვსაუბრობთ პრიმიტივიზმთან მიწებება ამ გენიოსის და ესე ვთქვათ გავიაზროთ ზოგადად და დავარღვევთ ის ზედაპირული წარმოდგენების ზოგადად რაც ჩვენ გაგვაჩნია პიროსმანის შესახებ და დავიწყოთ ამგვარად როდესაც პიროსმანზე არის საუბარი და როდესაც დავიწყეთ ჩვენ პიროსმანზე საუბარი რა თქმა უნდა შევეხოთ მეტად საკრალურ წელს 1862 წელს როდესაც პიროსმანი მეცნიერების პიროსმანოლოგების და ზოგადად ამ პიროვნების შემოქმედების კვლევართა გაანალიზებით ზოგადად და ისედაც პიროსმანი აი ცოტნეც შემოგვიერთა ძალიან მიხარია ცოტნე არ მინდოდა უშენოთ ეს ანალიტიკის გაშლა ერთგვარად შემაჯამებელი გაკვეთილია და ძალიან მიხარია ცოტნე გოგოებმა სხვათა შორის დიდად ეცადნენ შენ მოკლედ ღირსეული მეგობრები გიდგანან აქეთ იქიდან მხარში ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდი ცოტნე და მოკლედ აი პიროსმანზე ვსაუბრობდით და მოკლედ აი გავაგრძელებ შენ დაკვალიანება არ ჭირდება შენ გააგრძელე სამუშაო და შესანიშნავად აკეთებ ძალიან აქტუალურ ურბანისტურ თემას სოციალურ თემას რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს და მეორე გამოფენისთვის ჩვენ აუცილებლად ამას ესე ვთქვათ ღირსეული პირველი გამოფენის შემდეგ კიდევ საოცარ გამოფენა დაიდება მე ვაწყობ და აი და სწორედ პიროსმანზე ვსაუბრობდი და დღევანდელ დღეს მოდი ასეთი რამ ვთქვათ, როდესაც პიროსმანზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ჩვენ გავიაზროთ მისი დაბადების თარიღი. მე გითხარით, რომ მისი დაბადება მერყეობს 16 წელიწადში 1856-დან 1872 წლამდე, მაგრამ გარკვეულ აღაპებში აღმოჩენილი საბუთით და ასე შემდეგ მეცნიერები დასაშვებად თვლიან რომ ეს საბუთი შეიძლება იყოს მართებული და დიდად სარწმუნო რომ პიროსმანი დაბადებული 1862 წელს და ეს წელი მეტად საკრალურია საქართველოსთვის ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კერძოდ იმიტომ რომ ამავე წელს პიროსმანის თანატოლი ქართული აკადემიური
ფერწერის ფუძემდებელი გიგო გაბაშვილიც იბადება და ამავდროულად რა თქმა უნდა იბადება იბადება ესე ასპარეზზე გამოდის და შემოქმედებით გაშლებს უკვე აქტიურად აწარმოებს საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია ჭავჭავაძე იგი 1861 წელს ჩამოდის სანქტ-პეტერბურგიდან და უკვე ესე ვთქვათ შემოქმედებით წიაღისვლებით აქტიურობს საქართველოს მუხლებიდან წამოყენების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მას ხალხმა სიყვარულით უგვირგვინო მეფე უწოდა და იმიტომაც რომ მან მეფური ნაბიჯები გადადგა, რათა ზოგადად ქართული სოციუმი, ჩვენი ერი, ესე ვთქვათ, კვლავ გარკვეულ მაღალმხატვრულ შემოქმედებით კალაპოტში დაებრუნებინა, ჩვენ ეს ვიცით, ამაზე ვისაუბრეთ, რომ ერი, რომელიც ევროპის პირველი რენესანსის ფუძემდებელია, შემდეგ იწყება სადღაც 80-90 წელში პროტორენესანსი იტალიაში და მხოლოდ იმიტომ და იგივე ამოცანებით უბრალოდ საქართველო მაშინ ხმალაღებული მუდამ იბრძვის და ესე ვთქვათ ძალები არ ყოფნის იმისთვის რომ იგივე ამოცანების ერთგვარი გაშლები მთლიანად ევროპას მოედოს და შესაბამისად იტალიიდან იწყება, მაგრამ მანამდე ჩვენ ვთქვით რომ ევროპაში, ევროპის ტერიტორიაზე, ევროპის რაობაში პირველი რენესანსის ავტორები სწორედ ქართველი ერი ვართ, ისიც ვთქვით, რომ გაქრისტიანების შემდეგ ყველაზე დიდი პირველი ნაწარმოების ავტორი სწორედ ჩვენი ევროპული პირველი რენესანსის მწვერვალი, ბრწყინვალე შოთა რუსთველი არის, რომელიც აი პირველ დიდ ნაწარმოებს წერს გაქრისტიანების შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში. ვეფხისტყაოსანი, ამაზეც ვისაუბრეთ და შემდეგ უკვე აი ამ კუთხით, აი ამგვარი ერის ესე ვთქვათ გახმიანება ნელ-ნელა მინავდება და ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ 500-წლოვანი უბსკურული მენტალური ჩვენმა ერმა გაიარა და რუსთველიდან სულხან-საბამდე და შემდეგ ნელ-ნელა სულხან-საბა თავისი ნელ-ნელა ფერებით ერისა, სტამბის დაარსება იქნება თუ ცვიბრძნეს იცრუის დაწერით, ალეგორიულობას უბრუნებს ქართველ ერს, ქვეტექსტუალურობას უბრუნებს, იგავურობას უბრუნებს, არჩევანის თავისუფლად აზროვნების ესე ვთქვათ ერთგვარ კალაპოტში აქცევს, შემდეგ 50-60 წლის შემდეგ დაახლოებით უკვე დავით გურამიშვილი უკვე მოზარდებზე ზრუნავს და აი ესე შემდეგ უკვე 19 საუკუნის კარიბჭედ წოდებული ალექსანდრე ჭავჭავაძე თავისი ვახდრონით კრავს ერთგვარ ტრანსცენდენტურ მთლიანობას წარსულსა და აწმყოს შორის და მომავლამდე როგორღაც გადააგორებს ილიამდე ამ მენტალურ რაობას ქართველებისა და ჩვენ კარგად ხვდებით რომ 500-წლოვანი მენტალური უბსკრულის შემდეგ და აი ამგვარი სინკოპური ამონათებებით ესე ვთქვათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ჟამსაც და უფრო ცოტა ადრე 1801 წლიდან 1862 წლამდე 60 წლიანი კიდევ ესე ერთგვარი ჩაჩეხვა გვაქვს ერთმორწმუნე თანამოძმე ერისგან ორთოდოქსალური პოლიტიკა ტარდება, ყოველგვარი ქართული იმცრობა და ესე ვთქვათ უჩინარდება, ტახტი გაუქმდება, მეფე აღარ აყვავს, ღვთისგამბოძებული და ევროპაში მართლაც კიდევ საოცრება, ხო ხაფნო რომ ევროპაში უწყვეტი გვარის მსგავსი დინასტია, რომელთაგან 98% ღირსეული მეფეები ყავს, აი ეს განკარგულებითი გულისკარი რო იღება და ისე გამოდის ბრძანებები, აი ესეთი განკარგულებითი მართლობა ერს აკლდება და 60 წლის მანძილზე, ანუ დაახლოებით 6 თაობის მანძილზე რუსების ესე ვთქვათ ორთოდოქსალური პოლიტიკის შედეგად აღიკვეთება არა მხოლოდ ლოცვა ქართული, არამედ აღიკვეთება ზოგადად სკოლასტიკა ქართული, სკოლების
პროცესი ჩერდება ქართულად და ესეთ ვითარებაში 1862 წელს, როდესაც ილია ამ ყველაფერს ხედავს თავისი გადასახედიდან წარსულიდან დღემდე 6 თაობა იზრდება, რომელსაც აი რაღაც ერთგვარი აჯაფსანდალი აქვს, ესე ვთქვათ, სოციუმის ენისა, რუსული ბარბარიზმებით, სომხური ბარბარიზმებით, ეს კიდე სხვა მომენტია, პოლიტიკური მომენტი თუ რატომ და რისთვის ეხლა ეს სხვა კალაპოტში გადაგვიყვანს. ამიტომ მოდი ჩვენ ფიროსმანის კალაპოტს არ ავუცდეთ, იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო და შესაბამისად აი ქართული ენაც ეს ერთგვარი სოციუმის დაბიური ქართული ენაც 6 თაობის მანძილზე დაავიწყდა ერთს წერას, კითხვას და აი ესეთი საუბარია, ესე ვთქვათ, გაუგებარი და ამ დროს იწყებს ილია ჭავჭავაძე ესე ვთქვათ შემოქმედებით ასპარეზზე თავისი ძალების გაშლას და იგი რას აკეთებს, რატომ შეარქვა უგვირგვინო მეფე ხალხმა, იმიტომ რომ ის მეფურ ნაბიჯებს დგამს უტახტობისა და უმეფობის ჟამს. იგი პირველ რიგში რას აკეთებს, ესე ვთქვათ, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ქსელს აყალიბებს, რითაც ცდილობს, ესე ვთქვათ, აი სწორედ მაღალმხანტრული, რენესანსული, მხედრული შუმერების მონიავებით გამაოგნებელი ღვთიური ქართული ენის დააბრუნება სალაპარაკო და სამეწყველო და სასმენო სფეროში და ასპარეზზე. ამავდროულად იგი ესე ვთქვათ, ზოგადად თავისი შემოქმედებითი პროცესებით კრავს და მთლიანობაში აქცევს უკვე ქართულ კლასიკას, ერთგვარად კრავს და წარმოაჩენს. ეს 4 დიდი მენტალური მამა მე-19 საუკუნის ქმნის კლასიკურ, ესე ვთქვათ, ლიტერატურულ პროცესებს, ხო, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა და იაკობ გოგებაშვილი. ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ ცისფერყანწელებთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობდით ზოგადად. კიდევ ილია რას აკეთებს, მოდი გავიაზროთ, საერთო საბანკო სისტემას ქმნის, ქართული სკოლების სისტემას ქმნის, სადაც უკვე დაშვებულია, ესე ვთქვათ, ქართული ენის უკვე ესე ვთქვათ, სქოლასტიკა ქართული ენით არის უკვე დაშვებული, სკოლის პროცესები, სისტემა იმართება. პლუმას ამას არ უნდა დავიწყოთ, რომ მიუხედავად ასეთი ორთოდოქსალური პოლიტიკისა უფალი გადმოხედავს და მეფის ნაცვლად გვევლინება პიროვნება ვორონცოვი, რომელიც ერთგვარად უცებ ხდება უფალი აუხელს თვალს, შეიძლება ასე ითქვას, და ხდება ის ქართველთა ესე ვთქვათ კეთილ სიღრმისეულ რაღაც საოცარ ბუნებას, ტრანსცენდენტურს ზოგადად კაცობრიობისთვის ქართველთა რაობას იგი ჩახდება ღვთისწყალობით და დიდად ხელს უწყობს სხვათა შორის ამ შემოქმედებით თუ სხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თუ ასეთ გარკვეულ პროცესებს ძალიან ხელს უწყობს, არბილებს, წნეხს და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ თავად ქართველობაც ილიას სახით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს აი ამ წლიდან 1862 წლიდან ეს ძალიან საკრალური წელია, პლუს ამას ილია რას აკეთებს კიდევ მაღალმხატვრულ პერიოდიკაზე ზრუნავს. აი ამ წლიდან, ესე ვთქვათ, ამ საკრალური წლიდან გვევლინება პიროვნება, რომელიც ქართული ფერწერის ისტორიისთვის არის უაღრესადაც არა, უპირველესი და საკვანძო ფიგურა ზოგადად გაასააზრებლად ქართული ფერწერისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ნიკალა ძმის გარდაცვალების შემდეგ დას უკვე თბილისში ჩამოყავს, ხელმომჭირნეობის გამო ვერ ახერხებს ნიკალას, ესე ვთქვათ, ყოველდღიურ ზრუნვას ნიკალაზე და იგი მიაბარებს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ქალანთაროვებად იწოდება, რატომღაც ზედაპირულად და ესეზე არ არის, კალანდარიშვილების ოჯახში, რომლებსაც საოცარი ბიბლიოთეკა აქვს და ძალიან საინტერესო ოჯახია იმჟამინდელ საქართველოში და უაღრესად ერთ-ერთი უნიკალური ბიბლიოთეკა გააჩნია ამ ოჯახს. ჩვენ ვისაუბრეთ ქალანთაროვები, კალანდარიშვილების თაობაზე, როცა გავიხსენეთ თუნდაც ჩვენი გენიალური ბავშვის
კატო ბარათაშვილის ბარათოვად ხსენება და ანდრონიკოვები და ასე შე ციციანოვები და ერისთავებიც კი ერისტოვები და ამაზე ვისაუბრეთ. ამიტომ ესე ვთქვათ, ჩემი ერთგვარი დაკვირვებით ეს სწორედ ასე უნდა იყოს, როგორც ვამბობ. და აი ამ ოჯახში იზრდება, ეს ოჯახი ძალიან დიდად უწყობს ხელს ძალიან ნათელი გონების ბავშვს, ფიროსმანის ერთგვარ მენტალურად გაზრდას, გავეცოროთ თუნდაც ის ორადორი ფოტო და ორი ჩანახატია რეალურად, თორე ახლა ინტერნეტი წალეკილია ვითომ ფიროსმანის ფოტოებით რაღაც ძიებები მიდის, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეცნიერულ დონეზე ესე აპრიორში არ უნდა მოახვიო თავს ზედაპირულად ადამიანებს ის რაც საფუძვლიანად არ არის წოდებული, მაგრამ ორი ფოტო გვაქვს, ერთი ჩემს სახელოსნოში გვაქვს, იცით თქვენ და მეორე კიდე აი ახალგაზრდული ფოტო, სადაც აი მართლაც რაღაც ევროპელი, თუმცა ხელმომჭირე, მაგრამ სტუდენტის იერი აქვს ფიროსმანს და ეს სახეზე აწერია, სახეს არკია სულისა და ადამიანის ზოგადად და აი საოცარი ძალიან ჭკვიანი თვალებით გვიყურებს ესე ვთქვათ, ერთგვარი სტუდენტი ნიკალა თავისი იერით და მართლაც ესეთი გონება ნათელი ბავშვი, რომელიც გარკვეულწილად არამხოლოდ იმიტომ მიდის თავისი დაინტერესებით მიდის რკინიგზის სფეროში, ესე ვთქვათ, დაკავდეს კი ფულის ჯიბის ფულის ესე ვთქვათ საშორად, მაგრამ არამხოლოდ ლიანდაგების გადმოსადგილებლად იქ მას ერთგვარი საინჟინრო ნოუ-ჰაუები აინტერესებს, პლუს ამას მხატვრობა ეს ესე ვთქვათ უკვე სულში უღვივის კალანდარიშვილები არამხოლოდ ზრუნავენ მისი განათლებით გასანათლებლად, არამედ იგი ჩვენ ვისაუბრეთ ეს სისტემა როგორ გაიმართა სამხატვრო ჯერ 1874 წელს უმცროსი კლასებით, ანუ კოლეჯური ტიპის, შემდეგ 1901 წელს უკვე გიმნაზიუმის ფორმატში, ანუ პრეაკადემიურ ფორმატში, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ გიგო გაბაშვილია პირველი დირექტორი სწორედ ამ პრეაკადემიური ფორმატის გიმნაზიუმის და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამაზეც ვისაუბრეთ, როდესაც აკადემიის ისტორია შევეხეთ ჩვენი სათაყვანებელი სამხატვრო აკადემიის ისტორიის 1922 წლამდე რო გაიხსნა და ეს 50 წლიანი გზა გაიარა სამხატვრო სქოლასტიკამ ზოგადად და აი ამ კუთხი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარად ჩემო კარგებო ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ 3 თუ 2 გაკვეთილი დაუთმეთ ანალიტიკას შემოქმედებით და ჩვენ ვისაუბრეთ რომ როდესაც ნიკალა ფიროსმანის ნახატებს უყურებთ საგნის მცოდნეს ესმის რას უყურებს და იქ ხედავს აშკარა სქოლასტიკას, აშკარა სწავლების პროცესს და შესაბამისად არ შეიძლება სხვანაირად არ ხდება ეს ყბადაღებული ყურით მოთრეულია თვითნასწავლობა ვერ უზრუნველყოფს ვერანაირად იმ ნიუანსებს, რომელსაც შემოქმედება აყავს მაღალ მხატვრულ დონეზე და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ იუნესკოდან დაწყებული მეტად საპატივცემლო სამეცნიერო ესე ვთქვათ წარმონაქმნიდან კაცობრიობამ საოცრება ესე ვთქვათ შექმნა ამ კუთხით მეტად ქმედითი ორგანიზაციაც აფასებს ფიროსმანს როგორც კულტურულ მოუნევლენას და კაცობრიობის მონაპოვარს და პლუს ისედაც ფერმწერები მხატვრები როდესაც ფიროსმანს ესე ვთქვათ აფასებენ გინდა მეცნიერულად ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ცოტა ხნის შემდეგ გინდა ისედაც მაგრამ ესე ვთქვათ შემოქმედებითაც ჯერდებიან და თანხმდებიან იმაზე რომ აქ საქმე გვაქვს მაღალ მხატვრულ შემოქმედებას და შესაბამისად ვერც პრიმიტივიზმის ჩარჩოები და ვერც თვითნასწავლობა ყოვლად მიუღებელი არც ერთ სფეროს რო არ ახასიათებს ეს მარაზმი მაინდა-მაინც მხატვრებს რომ მოგვაწეპეს ესე ვთქვათ ეს მედროვეებმა, იმიტომ რომ მხატვრობა არ არის, ხატვა არის კოდირებული როგორც წერა, სიარული, მეტყველების მოთხოვნა პატარა ბავშვის, ესევე დახატავს ფანქარი რო არ მისცეთ თვითონ გამოძებნის და დახატავს. და ეს ხატვა და მხატვრობა ერთიეგივე არ არის და ეს მხატველები მოკლედ წაგვლეკეს ამ მხატველებმა და ამიტომ რომ გაიმართლონ აპრიორში საკუთარი თავი ესე ვთქვათ რამე თუ ვერ ძლევენ თავიანთი უბრალოდ არ ვიცი რატომ კომპლექსური მიზეზი არსებობს ალბათ ეზარებათ იმიტომ რომ ესე ცხოვრებისგან მარტო მიღება უნდა და ფიზიოლოგიურად იზრდებიან მხოლოდ და სამშობლოს არ ეზრდებიან როგორც ვთქვათ მენტალური ერთეული ასევე არ ვიცი რატომ თვითნასწავლობა რატომ აინდა-მაინც მიეწება მხატვრობას იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ეს
ხატვა და მხატვრობა და ეს მაპატიეთ და ის რომ გააჩეროთ გამვლელი და ფანქარი მისცეთ ხელში შეიძლება ისე მოგიხაზოს და დაგიმსგავსოს რაღაცა რომ გაგაოგნოს შენ მხატვარი რომელიც თეორიული წიაღსვლებისთვის ამ ხელას ვირჯებით ხო და მხოლოდ უნარჩვევებით რომ შეუძლია ხატვა და თეორიას აპრიორში რომ უარყოფს იმიტომ რომ ვერ ძლევს და შემდეგ ხელებს იქნევს რომ აი არ არის საჭირო თეორია როგორ გეკადება თავისუფალი მონასმი და ემოციები და რაღაცა ეს ამის იქით რო არ მიდიან რა ლამაზია ნახატის იქით რომ მოდიან გამოფენებით წუწაობენ ტაში ტუშები და ერთმანეთს აქებენ და აი ხატველები და მოკლედ ეს იცით თქვენ ეს ყველაფერი ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და აი ამ ჭრილში ფიროსმანის გააზრება არაფრით არ შეიძლება თუ კი ოდნავ გესმის სამხატრო ზოგადად თვალი გაქვს ესე ვთქვათ საგნის მცოდნის რა ამიტომ აი ეს ყანტაყუნტა ხალხი ვერანაირად ვერ ქმნის იმ მაღალმხატვრულ შედეგებს ვერ დებს ვერცერთ სფეროში რა ხო თვითნასწავლი ხიდზე შვილს არ გადაუშვებ ხო ან თვითნასწავლ აგებულ სახლზე იქ ვერ იცხოვრებ ხო საყვარელ ადამიანთან და ჩვენთან ერთად ვერაფერს ვერ გაიგე თვითნასწავლი ფიზიკოსი მას შეიძლება სადამდე ვიყვანოს გასაგებია თვითნასწავლი ქიმიკოსი მას შეიძლება აგვაფეთქოს და რა ვიცი ასე შემდეგ და თვითნასწავლი ლიტერატორი იქნება თუ პოეტი თუ ვინც იქნება კონსტიტუციით სულიერი კონსტიტუციით და მსოფლმხედველობით იგი არის თერგდალეულთა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მან იცოცხლა 38 წელი მე-19 საუკუნეში და მე მხოლოდ 18 წელი მე-20 საუკუნეში და ეხლა 38 წლამდე თუ ეხლა ადამიანს არაფერი ეშველა მენტალური ჩამოყალიბებისთვის, მეც არაფერი ეშველება, ხო? ამიტომ ეს ცხადზე ცხადია, რომ ფიროსმანი არის სწორედ მე-19 საუკუნის შვილი და იგი ძალიან ღრმად დაწაფებული და გააზრებული გონებანათელი ახალგაზრდაა და იგი გარდა იმისა, რომ ანთებულია სამხატვრო პროცესებით, იგი ძალიან ცდილობს, რომ სხვა კუთხითაც, ესე ვთქვათ, თავისი მენტალობა შეავსოს და იზრუნოს თავის თავზე, თუნდაც ერთგვარი კარიერული ზრდით და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით იგი ესე შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ თავის ნახატებში ეს აშკარად გამოსჩვივის, მისი ნახატები დიდად მეტყველებენ გარკვეული ჟანრები, სიღრმისეულად სოდნას თერგდალეულთა მსოფლმხედველობის წარმომადგენელია, ერთგვარად ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი ანალიტიკური გაშლების, ესე ვთქვათ, ტერიტორიაზე წარმოჩინდება თავისი ფილოსოფიური და ზოგადად სოციალური დამოკიდებულებით გარესამყაროსთან ფიროსმანი ამ კუთხით მოდი მყარად ესეც გავიაზროთ რომ მე-19 საუკუნის პირმშუა და არა მე-20 საუკუნის ელენა თქვენ ანალიტიკას უფრო ჩაუღრმავდებით და სათქმელსაც საინტერესო და ისე იტყვით რომ მოგისმინონ და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ორი სიტყვით შეეშველოთ ფიროსმანს და მართებულად წარმოაჩინოთ ფიროსმანი და ეს ზედაპირული წარმოდგენები უნდა ჩვენ გავფანტოთ აუცილებლად ფიროსმანის თაობაზე, იმიტომ რომ გითხარით რა არის წარმომადგენლები ვართ და ამ დროს გქონდეს რუსთველი და ამკითხულობდეთ და ყავდეს ფიროსმანი და ვერ ხედავდეთ, ნუ ეს არ არის უპატიებელია, ხო? ვეფხისტყაოსას არ გკითხულობდეთ, ფიროსმანს ვერ ხედავდეთ. ჩვენთვის მხატვრებისთვის საკვანძო ფიგურაა მართლა ფიროსმანი თუ ბოლომდე გავიაზრებთ და ჩვენ ეს მოდი მოვახერხოთ. აი ამ კუთხით მე ერთი რამ მინდა, ესე ვთქვათ, რა ერთ რაღაცა გაგახსენოთ, ერთი ფაქტი გაგახსენოთ, როდესაც ჩვენ ვეხებოდით ერთგვარ ცხოვრებისეულ მომენტებს ფიროსმანისა, მე თქვენ გითხარით, რომ 1926 წელს პირველ სამხატვრო ალბომით, რომელიც ცისფერ ყანწელებმა გამოსცეს და მე მგონი საუკეთესო ალბომია, შემდეგ 7-8 დიდი ალბომი გამოიცა ფიროსმანის, მაგრამ ეს პირველ საწყისური ალბომი მართლაც თავისი ანალიტიკით ძალიან მნიშვნელოვანია და იქ არის მოხსენიებული ესეთი რამ, რომ ფიროსმანს მოუხდა უცნაურია, მაგრამ აი ირანის ელჩთან ესე ვთქვათ საგაზეთო წერილით შეკამათება და მოდი გავიაზროთ ეს მომენტი მნიშვნელოვანი, რათა ზოგადად გავიაზროთ ფიროსმანის ერთგვარი აზროვნების აზროვნების სტრუქტურა და ზოგადად მეტყველების სტრუქტურაც გავიაზროთ, იმიტომ რომ ზედაპირულად ჩვენ რა ვიცით, რომ
გარკვეულ ჟანრების ესე ვთქვათ გარკვეულ ჟანრობრივ ნახატებზე, რომელიც აღმოჩენია ფიროსმანის ნახატები, წარწერებია ერთგვარად, რუსული ბარბარიზმებით დატვირთული წარწერები, ხშირად რუსულად წარწერილი, ქართულად რუსული ბარბარიზმებით, განსაკუთრებით ეს საკეიფო ჟანრით წარმოჩენილ ნახატებში, რომელიც ვაგზლისპირა დუქნებში იქნა მოკვლეული სააღდგომო-ბატკნების ზოგიერთ ნახატზეა წარწერილი, ასევე დგამებზე, რომელიც გითხარით მაშინ გიგო ზაზიაშვილთან ერთად, რომ ერთგვარი საექსტერიერო სახელოსნო რო გახსნა ფიროსმანმა, აი იქაც აბრებს რო ამზადებდა, იქაც ეს წარწერები და ამ კუთხით ჩვენ ზედაპირულად წარმოგვიდგენია, რომ ფიროსმანი მეტყველებს თუმცა სანამ მას გეტყვით იმასაც გაგახსენებთ, რომ ვაჟასთან მისი შეხვედრების შესახებ რო საუბრობდით, რომ ვაჟასთან პირველად შეხვედრისას არა ბექოექიევთან რომ შეხვდა ფიროსმანი ვაჟას და გაბედა და მიუახლოვდა და გამოემცნაურა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, თანატოლები არიან ვაჟას და ფიროსმანიც, აი ამ ეს მომენტიც მნიშვნელოვანია და იქ რო დაიჩივლა, რომ ხშირად ისეთ ესე ვთქვათ ნახატს მაკეთებინებენ, რომელიც დიდად არ მეხატება გულზეო რა, ესე მარტივად რო ვთქვათ და აი სწორედ ამ ნახატებს ახასიათებს, აქ არის საუბარი შვილისნუკრის ამბობის დასურათება რომ უნდოდა ერთ-ერთ კედელზე დუქნის და ამ დროს მედუქნემ რომ წააშლევინა და მოკეიფეები რომ დაახატინა, სისხლს დაინახავენ ნასვამი ხალხი და სულ გადაირევიანო, გახსოვთ ეს მომენტი არა, ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და აი ამ ჟანრის ნახატებს ახასიათებთ ზოგადად ეს წარწერები ბარბარიზმებით სავსე და ნუ აი ცარი წარმოდგენა გვაქვს ზედაპირული იმ კუთხით, რომ ფიროსმანი ამგვარად მეტყველებდა და სულაც არ არის ეს ასე. და ამის გასაქარწყლებლად და მე მოვიყვანე კიდევაც მაგალითი ილიასთან პარალელი დავავლეთ, რომ ილიას სოციალურ წერილებში, საგაზეთო წერილებში ისე საბიბლიოგრაფიო წერილებში, როდესაც სოციალურ თემებს ეხება, ან და ილიას პროზაულ ნაწარმოებებში ერთგვარი გაშლები არის სადიალოგო და ზოგადად გმირი რო თავისთვის აზროვნებს, ხშირად მიმართავს ილია ბარბარიზმებს რუსულად გაჯერებულს, ან სომხურად გაჯერებულს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ილია მაღალმხატვრული ლიტერატურული ენა არ იცის, ხო? და აქედან გამომდინარე ხალხმა, როდესაც მე ვიშველიებ არგუმენტად იმას, რომ რაც ცისფერყანწელებიდან მომეწოდება, რომ ვიშველიებ იმას, რომ მე გითხარით თქვენ, რომ ფიროსმანს ჰქონდა ის შეუამხანაგდა, ესე ვთქვათ, სიძეს და ვერის დაღმართზე, მაშინ ვერი იქ ხრამი იყო და ვერის უბანი იქ ნაგავს ყიდა და უფულო ხელმოკლეობის გამო იქ იშოვეს ადგილი და რძის პროდუქტების დუქანი გახსნეს და ირანის ელჩი შედის და უკმაყოფილო რაღაცით და ნუ გააწერს, ესე ვთქვათ, გაზეთში ამ საკრიტიკულ წერილს და ეხლა ირანის ელჩია, ხო, ის ხალხმა რა, გავიაზროთ ირანი ეხლაც მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და მაშინ მით უმეტეს და შესაბამისად რაღაც ყვითელ პრესაში არ დაწერდა, ხო? აი ეს მოდი რა ცოტა გავშალოთ ანალიტიკა, დედუქციაც მოვიშველიოთ, ხო? და რომელიღაცა ეს საძებარია, მოკლედ ეს ინფორმაცია არის, მაგრამ საძებარია. მე ამის მოკვლევა მინდოდა, მაგრამ გიმნაზიაში დავითვირთე იმ წლებში, მე ესე ვთქვათ, ღვთისწყალობით შეიძლება ითქვას და ნუ ეს გადამქარ გვერდზე მომრჩა, მაგრამ იქნებ თქვენ მიაკვლიოთ შემდგომი საქართველოს მკვლევარებო და ესე ვთქვათ, ფიროსმანის უკვე მართებულად მზირალებო, აი ბატონო ჩემო, ესეთი რაღაცა რომ აი აქვეყნებს, ხო, ირანის ელჩი მაღალმხატვრულ ჟურნალს, გაზეთში ალბათ უფრო აქვეყნებს ამ კრიტიკულ წერილს, ხო, ირანის ელჩი ახლა რაღაცა ისეთ ორფურცლიან გაზეთში არ გამოაქვეყნებდა ამ წერილს, ხო, და ამ გაზეთშივე ფიროსმანი პასუხობს. იგი გასცემს პასუხს ირანის ელჩის ერთგვარ ასეთ რაღაც პრეტენზიებს და მეცაც გეტყვით, მოდი ცოტა კიდევ უფრო გავშალოთ ანალიტიკა და წარმოიდგინეთ რა ხდება. ირანის ელჩი ამას წაიკითხავს და იგი ჩათვლის ღირსად
ესე ვთქვათ, მოკამათეს რომ პასუხი გასცეს, ანუ აკმაყოფილებს მოკამათის აზრების გაშლა, ერთგვარი პარალელების მოშველიება და ანუ თulis ის ღირსად რომ გასცეს პასუხი და მეორე წერილს უწერს და მერე ფიროსმანი კიდე უწერს ეს. ანუ აი ეს რაღაცა სუმცირე ორ-ორი წერილი მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე ხალხო, ეხლა ჩასაფრებულები თუ არა ვარ და მაინდა-მაინც აღიარება თუ არ მინდა ფიროსმანის, ესე ვთქვათ, ამ მომენტებისად მას შემდეგ რაც ვისაუბრეთ, მას შემდეგ რაც საგნის მცოდნეები მსოფლიო დონეზე ასეთ მაღალხატრულ შედეგს შეფასებას აძლევენ ფიროსმანის შემოქმედებას ზოგადად, ხო? ეს არ შეიძლება ესე დაბივრად მოაზროვნი ადამიანი ამას ვერაფრით ვერ მოახერხებს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ აი სწორედ ეს სოციუმის ენა ფიროსმანი იმიტომ აწერს ამას, რომ იქ მედუქნეების მოთხოვნა ერთგვარი, რომ ასე იყოს წარწერილი, რათა მით უმეტეს ის ვაგზლისპირად უქნებია და იქ არამხოლოდ ქართველები შემოდიან და სომხები და თბილისში მაცხოვრებლები, ალბათ შემოდიან ეს ერთგვარად ვაგზალზე ჩამოსული რუსეთიდან ვაჭრები ყოველდღიურად მიდიმოდიან და უამრავი ხალხი ირევა და სიუჟეტურად რომ მეტად წარმოჩინდეს ეს ერთგვარი ჟანრობრივი ნახატები თუნდაც მოკეიფეების ან ერთგვარი წამახალისებელი შეძახილებით, ხო? რაც ფიროსმანს აქვს წარწერილი შესაბამისად, აი არ შეიძლება რომ დავასკვნოთ, რომ ფიროსმანი ამგვარად მეტყველებდა ან აზროვნება. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა. ხვდებით ეს მომენტი. ფიროსმანის შესახებ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ორ მონაკვეთად უნდა დავყოთ ჩვენ მისი ცხოვრება 1909 წლამდე და 1909 წლის შემდგომ. ეს არის ის წელი, როდესაც იგი აქტრისა მარგარიტას ხვდება, ხო? მარგარიტა დესეურს ხვდება და ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეხლა არ შევყოვდები და აი მასთან დაშორება, სხვა შორის არ ვთვლი მე მარგარიტას თავქარიან ვიღაც რაღაცა მოთამაშე გოგონად, იგი ეუბნება კიდევაც, რაც ჩემთან ახარ, უკვე ნახატსაც საერთოდ ფუნჯი ხელიდან გააგდე ფუნჯიო და არ ხარ ჩემი დიდი მხატვარი ხარო, მე შეგახსენეთ, რომ მარგარიტა დესევრი საიდან ჩამოდის, მაშინდელი შემოქმედებითი იერუსალიმიდან, პარიზიდან, მოკლედ და აი შეფასებას აძლევს მარგარიტა, ხო, რომ აი შენ ეს არის ძალიან დიდი დანაშაულიო. რომ ამას არ აკეთებ. აი ამ კუთხით და თვითონ ნიკალა ეხლა ზოგადად ხალხო ერთი რამე ვიცოდეთ რა, ნიკალამ ისე იცხოვრა, იფიქრა, ისეთი ნაბიჯები გადადგა, ისე უყვარდა, რომ ყველაფერში, როგორც ბავშვი მართალი იყო. 1918 წლის აღდგომა დღეს წაიყვანა უფალმა სასუფეველში შეიყვანა პირდაპირ. ანუ ამ ადამიანმა ისე იცხოვრა და სიყვარულის ესე შეეძლო. და აი 1909 წელს განშორების დროს სხვათა შორის არის ვერსიები, რომ ერთი დღე ნახა მარგარიტა, ერთი კვირა იყვნენ ერთად. ნუ მე მაინც ვემხრობი, რომ სადღაც 1-2-3 თვე მაინც ისინი თუ არ ვცდები სვანეთის უბანში ქირაობდნენ ბინას და იქ ცხოვრობდნენ. და აი რას ვიძახი, რომ აი ესე უყვარდა მარგარიტა, ძალიან უყვარდა ხალხი და მართლაც ეხლა რამდენად უყვარდა მარგარიტა, რომ ფუნჯი გააგდო ხელიდან. აი ხატვის გარეშე რო არ ეძინა, ძალიან ბევრი რო ხრინავს ეხლა და მე კიდე ხატვის გარეშე რო არ უძგერს საერთოდ გური მიჯღაბნის მოჯღაბნის და ხატვარი ვარო რო ვიძახის, ხო? ესე ვთქვათ, მხოლოდ უნარჩვევებით, ესე ვთქვათ, ხატველები რო არიან რა, თეორიას რო უარყოფენ. იმიტომ რომ ვერძლებენ. არა, ეს პიროვნება არის აი უძგერს გული, ვერძინავს ხატრობის გარეშე და აიმხელა სიყვარულის ის გვერდზე გადადო ფუნჯი, ხო? და რა ხდება, რომ ასეთი სიყვარული რომ ერთგვარ გაუწმილდება, ხო? იმიტომ რომ მარგარიტა გაშორდება, ხო? ის თავის გზას განაგრძობს, ესე ვთქვათ, ბაქოსკენ მიდის, მერე თავისი მითი რა ქვია გამოსვლებით, ხო? და აი ფიროსმანს აქ აბსოლუტურად ჩამოენგრევა შინაგანი კონსტიტუცია თავისი სულის, მენტალობის, ინტელექტუალური წყურვილის, სამდროს დაენგრევა, საერთოდ ყველაფერი დაენგრევა ფიროსმანს და რა თქმა უნდა ეს. და ამიტომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს და მერე იწყება უკვე ის ფიროსმანი, რომელიც უკვე სმისკენ მიდრეკილია, ესე ვთქვათ, ხშირად იცვლის
საცხოვრებელს ეს კომპლექსური მიზეზი ამაზეც ორი სიტყვით მე ვთქვათ და აი ესეთ ვითარებაში უნდა განვიხილოთ ფიროსმანი ორ მონაკვეთად მისი ცხოვრება ორ მონაკვეთად უნდა დავყოთ 1909-მდე და 1909 წლის შემდეგ 1918 წლამდე უკვე ფიროსმანის რაობა თლიანობაში რომ გავიაზროთ. რა ესე ვთქვათ, მივდივართ საითკენ, რომ ჩვენ არგუმენტირებულად გავაკარჭყლოთ ზედაპირული წარმოდგენები მისი აღარ მინდა ეს ტერმინი ვიხმარო თვითნასწავლი და პრიმიტივიზმის ესე ვთქვათ ჩარჩოები და ჩვენ მივხვდეთ ვინ არის ფიროსმანი უკვე კონკრეტულად აი ამაზე ვისაუბროთ. დროებით ჩემგან დაისვენეთ კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ Genesis-ის გენიალურ ერთ-ერთ კომპოზიციას და დაისვენეთ ისიამოვნეთ ხატეთ გენაცვალოთ თქვენ ზაზამასი რა გოგოებო და ბიჭებო. აი 1909 წლის შემდეგ იგი უკვე მხოლოდ მხატვრობის ამარად რჩება, ესე ვთქვათ, რაც მას ყველაზე ძალიან უყვარს და აი მხატვრობის გარეშე რომ ვერ ძინავს, მხატვრობის გარეშე რომ ვერ სუნთქავს, მხატვრობის გარეშე რომ ნაბიჯს ვერ დგავს, აი ამ პროცესშია ჩართული როგორც ესე ვთქვათ, მაშველი რგოლი მოირგო მან ეს თავის სულზე და სხეულზე და ისე განაგრძობს ცხოვრებას და აი ამ კუთხიდან ჩვენ გავიაზროთ პროცესები და ვთქვათ ესეთი რამ რომ 1913 წელს დანევიჩი ილიას დანევიჩი ნიკო ფიროსმანის ერთი ნახატი გააქვს ფუტურისტ მხატვართა გამოფენაზე ჩვენ ფუტურიზმზეც მოკლედ ვისაუბრეთ future რა თქმა უნდა მომავალი და ეხლა არ გავშალოთ ეხლა ეს ვექტორი ანუ ეს ვთქვათ ახალი მონიავებებით მართებული მონიავებებით განპირობებული ნახატების გამოფენაზე გააქვს ფიროსმანის ნახატი დანევიჩ შემდგომ 1914 წელს მაგალითად სანამ დიტო შევარდნაძე შექმნის შეიძლება ითქვას მხატვართა კავშირს ახალებული კონგლომერატით რიზიკოს გაუმარჯოს ვენაცვალე და გააგრძელე ლიზი და მეც გავაგრძელებ საუბარს და შემდეგ შემოგეხმიანები აბა შენ პირველი მოცემულობა გაქვს საოცარად გამართული და დაიწყე დაფერწერულება მოკლედ და აი 1914 წელს სახელოვნებო საზოგადოების მეორე ყრილობა იყო თუ არ ვწდები ნიკო ფიროსმანს იწვევენ ჩვენ ვთქვით რომ ნიკო ფიროსმანის სახელი უკვე ცნობილია სოციუმისთვის იმიტომ რომ მისი შემოქმედებითი შედეგები ნახატები იწვევს გარკვეულ კამათებს ხო ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ ის რომ მონესავით ძველი ყაიდით მომუშავე მხატვრები ვერ უგებენ და უწუნებენ ერთგვარ ნაკლებობას ბრჭყალებში აკადემიზმისა და სქოლასტიკისა ზოგადად ჩვენ თქვით დიდად ჩვენთვის საპატივცემულო ყოველი მხატვრისთვის ქართული აკადემიური ფერწერული სკოლის ფუძემდებელი გიგო გაბაშვილი იქნება თუ პირველ პროფესორ მასწავლებელი თაგანი მოსე თოიძე აი დიდად ერთგვარად დიდად აღფრთოვანებულები არ არიან ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებით ვერ გაუგიათ ის აღფრთოვანება რასაც იწვევს თქვათ აქეთ ცისფერყანწელების პერიოდიკაში გაშლილ წერილებში შემოქმედებით წერილებში როდესაც აფასებენ ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ზოგადად ვერ გაუგიათ ძმების დანევიჩების ძალიან საინტერესო პიროვნებების ხელოვნებაცოდნების ერთი მხატვარი იყო უფრო ვექტორალურად და მეორე ესე ვთქვათ კულტუროლოგი აი ამათი აღფრთოვანება რომელთაც პარიზული სამყარო ნანახი აქვს და იქ მოღვაწეობდნენ გარკვეული ხანი და თბილისშიც აქვთ ესე ვთქვათ ღვთისწყალობით ჩამოსასვლელი და საკეთებელი პლუს ამას ემატება დიტო შევარდნაძის აღფრთოვანება ესე ვთქვათ სასწორის მეორე პინაზე დევს დიტო შევარდნაძის აღფრთოვანება და თანადგომა ფიროსმანთან დაკავშირებით ლედანჭუ ფრანგი ხელოვნებაცოდნეს აღფრთოვანებული წერილი პარიზულ პერიოდიკის სივრცეში ხო და კიდევ ლადოს თაობა ახალგაზრდა მაგრამ ძალიან ესეთი საინტერესო თანამედროვე მუხტით დამუხტული მხატვრობა
თაობა მიუხედავად პლუს მე გაგახსენებ ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ცისფერყანწელსაც შევეხეთ რომ ლადო ამავდროულად ცისფერყანწელთა ორდენის წევრიც არის და აი ამგვარად რა მინდა ვთქვა რომ აი დიდი ჩვენი საოცარი პოეტის ლადო ასათიანის ეს პოეტური მოქნეული სიტყვა რომელიც გენიალურმა ჩვენმა ქართული პროგრესივის ფუძემდებლებმა ივერიანის შემდეგ იმღერა ხო ეს სიმღერა ცოცხალი არვინ არ მიიკარა თლათ ესე არ არის საქმე აი ეს მინდა ვთქვა ეს ზედაპირული წარმოდგენა ამჟამინდელი და კარგახანია ეს გაბზდევს ჩვენ არ არის თლათ ესე პიროსმანის შემოქმედება იწვევს კამათს მისი სახელი სოციუმს ხურთასმენის ესე ვთქვათ თამასაზე აქვს და შესაბამისად ძალიან ესე სერიოზული კამათები იმართება და მე მინდა პარალელი გავალო ზუსტად მსგავსი რამ ხდება ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მონეს და მის თანაგულემდელები როცა შლიან ასპარეზზე გამოდიან და შლიან გამენ პროგრესულ ნაბიჯს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ძალიან გავს ეს იმჟამინდელ საფრანგეთში განვითარებული მოვლენები და ფიროსმანთან დაკავშირებული ეს პერიპეტიები ძალიან გავს ერთმანეთს და ეს ძალიან ესე ვთქვათ მოსანიშნადად გვაქვს ჩვენ და მოდი თვალქვეცინობიერში ვუჩავლეკავთ ამ მომენტს ეს ჩვენ გავიხსენოთ შემდგომისთვის როცა უკვე დასკვნას გავაკეთებთ ფიროსმანის სიდიადის თაობაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რა შეიძლება ამ პერიოდისთვის ითქვას 1914 წელს სწორედ აი თქვით სახელმწიფო საზოგადოება იწვევს მას და როდესაც ფიროსმანი მივა ესე ვთქვათ გიგო ზაზიაშვილის მის ესეც ვახსენეთ ჩვენ შესანიშნავი მეგობარი ყავდა ერთი რაღაც არტელი ჰქონდათ ესე ვთქვათ ექსტერიერული დიზაინის ესე თანამედროვე ენით რო ვთქვათ ხო და მისი ესე ვთქვათ მისი გავლით მიიწვიეს ფიროსმანი ამ თავყრილობაზე მეორე ყრილობა იყო და ფიროსმანი რომ მივიდა გაოგნდა როდესაც მხატვრები დაერივნენ ერთმანეთს ვინ თავმჯდომარე იქნებოდა ვინ მოადგილე და ვინ აღმასრულებელი მდივანი და გადაერია ფიროსმანი და რას აკეთებს კაცო მხატვრები ხართ მხატვრებს მეტი რა უნდა ერთი შებათქაშებული კედელი ესე ვთქვათ ნიადექით ფუნჯით და პალიტრით და ხატეო რა სკამებზე დაკალით ერთმანეთს და აი მაშინ აქვს ნათქვამი ეს ფრაზა ცნობილი ეს მისი ფრაზა ნამდვილად ის რომ მრგვალი მაგიდა ეს გახსენებთ ხო რომ მრგვალი მაგიდა რას ნიშნავს იმას რომ თავი და ბოლო არ აქვს შუაც არ აქვს და ყველათანასწორია ვთქვათ რომ აი ეს დავდგათო მაგუღარა და ჩაი ჩამოვასხათო და ხელოვნებაზე ვისაუბროთ და ამ ჩაის მომენტით ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით მოდი უცებ მომნიშნავ ის რომ ხო შეიძლება თქვა ერთი ჩიქაღვინო და ხელოვნებაზე საუბარიო მაგრამ აი ფიროსმანს ძალიან აწუხებს ეს მარგარიტას შემდეგ იგი მიდრეკილი გახდა ერთგვარად ღვინისადმი, არყისადმი და ეს ძალიან აჭუხებს მას ის ტრაგედია ვერ გადახარშა ბოლომდე ის ჩამოშლა სულიერი კონსტიტუციის ვერ გადახარშა ბოლომდე ფიროსმანის ერთგვარ მაშინაგან მარაობამ და ამიტომ მიდრეკილი გახდა და ძალიან განიცდის იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ეს ყველა ნამდვილი შემოქმედისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი რომ რა გინდა რა გაბრუების ჟამს ეს იქნება სულ ერთი ეხლა სამწუხაროდ ეს მანქანები უამრავია დაწყებული ღვინიდან დამთავრებული თუ ზომიერება არ დაიცავი დამთავრებული რა ვიცი ეხლა ხსენებაც არ მინდა აი მოკლედ გაბრუების ჟამს შანსი არ არის რომ მაღალ შემოქმედება შეიქმნას ამას ძალიან გაიცდის ფიროსმანი არადა უფალი აწვდის ნოყიერად და ნაყოფიერად საოცარად ესე ვთქვათ ნაყოფიერია ფიროსმანის შემოქმედება ზოგადად ხდებით ის რაც დარჩენილია და მიკვლეულია უკვე საკმარისია მაგრამ გაცილებით 10 მაგად მეტი ამუშავარია ფიროსმანს ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ აი დიდი სასანთის ყოლოფები იყო ადრე თბილისში და აი როცა არტილო ქონდა არაფერი არ ქონდა და ამ ასანთის ყოლოფებზე ხატავდა ეს თუ დაკარგულია თუ ერთი ყოლოფია მე მგონი შემორჩენილი ასანთი ისევე როგორც ეხლა მახსენდება გალაქტიონი რომელიც ასანთის ყოლოფებზე წერდა ლექსებს უცებ რომ მოენიავებოდა მუზისგან და ისიც
მიდრეკილი იყო, ხო? სმისადმი და ისიც ძალიან განიცდიდა ამას და ხუჯერებჯერ არის ნაცოლი მეცხრე საავადმყოფოში და გადასხმებზე და დიდად პატრონობდა ნოდარ ტაბიძე ძმისშვილი, გაფიროსმან საპატრონი არავინ არ ყავდა, მაგრამ რა მინდა გითხრათ, რომ აი ესე დიდი შემოქმედები, არა იმიტომ რომ ის რაღაცა, ესე ვთქვათ, სმა უყვარდა მე რაღაცა ლოთბაზარულად რაღაცა ფუნჯს გაიქნევენ და შედევრსდებენ, არა, ყველა დიდ შემოქმედმა იცის, რომ გაბრუებული მდგომარეობა მაღალ შემოქმედებით ტერიტორიაზე ვერ შედის ვერანაირად და ძალიან განიცდის. გინდა გალაქტიონი, რომელსაც ტრაგიკული ცხოვრება აქვს საოცარი, ეს კიდე ცალკე თემაა, ცალკე ლექციის საკითხია, ორი ოკუჯავა ავიღოთ, რომელიც გაუცინვირეს და გაუქრეს. აქეთ კიდე ეს მარგარიტა დესევრი ფიროსმას და ანუ აი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ანალიტიკას ვაკეთებთ და გვინდა ჩავხვდეთ ფიროსმანის აი მეორე პერიოდს, ეს მისი ესე ვთქვათ პიროვნული ანალიტიკა რო კეთდება, ეს ჩაის მომენტი მის მიერ ნახსენები მნიშვნელოვანია. ეს ერთი მომენტი.